Alhamdulillah, wassalatu wassalamu ala rasulillah. Ჩვენ გაჩერებული ვიყავით, ანუ ჰადისებს ვკითხულობდით, ჰადისების განმარტებებს ვკითხულობდით და 27-ე ჰადისზე ვიყავით გაჩერებული, რომ გავიხსენოთ მხოლოდ ჰადისის ძირითად ჰადისს, რომელიც განმარტებასაც ვაკეთებთ, იმას დავიკითხავ და შემდგომ სადაც ვიყავით გაჩერებული და გავაკეთებ. ეს ჰადისი იყო შემდეგი, ნევას ბინ სემაანის მიერ გადმოცემული ჰადისი, სადაც მოყოფილი იყოს ალლაჰ იმისგან. მოგვითხრობს რომ سألت رسول الله صلى الله عليه وسلم عن البر والإثم. მე ალლაჰის შუამავალს კითხეს სიკეთის და უკეთურების შესახებ. რომ მას ეცნობებინა ჩემთვის თუ რა იყო სიკეთე, კარგ საქციელად რა ჩამეთვლებოდა ჩემი გამჩენის წინაშე და რა იყო ცუდი, რაც მე ცუდ საქციელად ჩამეთვლებოდა ღმერთის წინაშე. فقال და მან მითხრა البر حسن الخلق. სიკეთე არის კარგი ზნეობა, კარგი მორალი. والإثم ما حاك في صدرك. ხოლო უკეთურება არის ის, რაც შენს გულში კაწრავს, ხოჭნის, გულს გიღრღნის და მოსვენებას არ გაძლევს. ანუ შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ განმარტება გაუკეთა მინიმალურიდან. როდესაც მინიმალური ჩვენთვის გასაგები იქნება იმის ზევით, რაც არის ყველაფერი გვეცოდინება. სიკეთეც მინიმალურიდან გააკეთა, კარგი ზნეობა. კარგი ზნეობით უნდა შეიმოსოს ადამიანი. და იმის ზეით ქველმოქმედება არის, ამაზის ლოცვა არის, თუ სხვა ნებისმიერი კეთილი საქციელი, ეს ისედაც ყველა მიცის, რომ კარგი არის და სიკეთეთ მადლად ჩაეძლება ალლაჰის წინაშე. ასევე უკეთურებაზეც მინიმუმიდან ყველაზე დაბალი ზღვარიდან გააკეთა შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ განმარტება და თქვა რომ რაც რომ შენ გულში მოსვენებას არ გაძლევს, დანარჩენი ახლა ქურდობა, მრუშობა, ესენი დიდვანი საქმეებია და ისედაც ყველასათვის ცნობილია რომ ცუდია. შუამავალმა ყველაზე დაბალი კატეგორია ახსენა და შემდგომ გონიერი ადამიანისთვის ისედაც გასაგები ხდება რომ იმაზე ზევით რაც არის ისედაც ცოდვა არის და ისედაც ცუდია. რაც გულში რაღაცა გააკეთე, ან რაღაცის გაკეთებას ვფიქრობ, გეგმავ, მაგრამ გულში მოსვენება მაინც არ გაქვს რომ ნეტავ ეს ცოდვა ხომ არ არის. ნეტავ არასწორად ხომ არ ვიქცევი. ესეც კი უკეთურება არისო შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მოგწადა. ما حاك في صدرك وكرهت أن يطلع عليه الناس. რომელიც შენს გულში მოსვენებას არ გაძლევს, გულს გხრავს და ამავდროულად არ გინდა რომ ხალხმა შეიტყოს ამის შესახებ. რაღაცა გაკეთებული გაქვს? დარწმუნებული არ ხარ ცოდვა არის თუ არ არის ცოდვა, მაგრამ ხალხიდანაც მალა, არ გინდა რომ ხალხი შეატყობიო. ესე იგი შენ უკვე ამის მინიშნება გაქვს რომ ასეთი საქმისგან შორს დადადგე. ცოდვა, როგორც შუამავალმა ალეიჰისალათუ ვასალამ ბრძანა, მორწმუნე ადამიანის გულს ყოველთვის დაუკარგავს მოსვენებას და არ მიცემს სიმშვიდის საშუალებას. ვაბისას მიერ გადმოცემულ ჰადისს და იგივე შინაარსით გადმოცემულ კიდევ სხვა ჰადისებშიც ვხვდებით შემდეგს, რომ მორწმუნემ საეჭვო სიტუაციებში გულში უნდა ჩაიხედოს. საკუთარ თავს, საკუთარ ნეფს გულს უნდა ჰკითხოს. ასეთ სიტუაციაში, რასაც გული ეთანხმება და რაზეც მშვიდდება მისი გული, ის უნდა გააკეთოს, იმ ხარეს უნდა გადაიხაროს. ნევასის მიერ გადმოცემულ ჰადისში ხსენებულია წინადადება. ხოლო სიავე არის ის, რაზეც გულს ვერ იმშვიდებს და არ გასვენებს. თუნდაც რომ ხალხმა ამის შესახებ ფეთვა მოგცეს. შენ გული მოსვენებას არ გაძლევს, ხალხი გეუბნება არაფერი არ უჭირს, გააკეთე. გააკეთე მე ვარ ატვეჩე, გააკეთე და ცოდვა ჩემზე იყო. მაგრამ შენ რაღაც ატყობ უკვე, გული გიგრძნობს რომ თლათ ისე არ არის საქმე. ასეთზე შუამავალმა რა თქვა, თუნდაც რომ ხალხმა ფეთვა მოგცეს, შენ მაინც მოერიდე ამას. ცოდვა ადამიანის გულს მოსვენებას არ აძლევს, როდესაც ის ადამიანი სპეტაკი ბუნებით არის. და როდესაც მისი გული რწმენის ნურით არის სავსე. თუ გულიდან რწმენის ნური ამოიცალა, ამ
შემთხვევაში ეს ადამიანი უკვე ამ ცოდვის კეთებაში შეიძლება და ცოდვა მისთვის ჩვეულებრივი რამეა. ის უკვე ხილს აღარ განიცდის. ის ძალიან მშვიდად არის. აქ საუბარია ადამიანზე, რომელსაც იმანის ნურით აქვს გულის ავსე. იმის გული არამს, მეკრუს და ასეთ რამეს არ შეეგუება და ვერ დამშვიდდება იმაზე. ყოველთვის აფორია ხდება. გულს უჭირს მისი მიღება და არ მშვიდობს. გარდა ამისა, ცოდვა ადამიანთა წინაშე ცუდად არის აღიარებული და თუ მის შესახებ რამეს შეიტყობენ, ამ ცოდვის პატრონს აუცილებლად დაძრახავენ, გაკიცხავენ. ამიტომ რაშობა ეს ადამიანი ცდილობს, რომ ხალხისგან დამალოცეს. რომ ხალხმა მის შესახებ სხვანაირად არ ელაპარაკოს. ეს მდგომარეობა საეჭვოებს შორის ცოდვის გამოცნობის ყველაზე კარგი საშუალება არის. საეჭვო რამეები როდესაც არის. საეჭვო რამეების წინაშე დგას ადამიანი. ცოდვა აისკენ არის მადლი, რომელ მხარეს არის ამის გამოცნობის ერთ-ერთი ყველაზე ადვილი ხერხი არის და საშუალება არის. პროფესორ ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს, რომ არამიც ცნობილია და ჰალალიც ცნობილია. მათ შორის დარჩენილია მხოლოდ საეჭვო რამეები. ვინც განერიდება საეჭვოს, ის დაიცავს თავის რწმენასაც და თავის სინდისსაც. ანუ რწმენას გულით დამშვიდებული ექნება იმ ადამიანს და ხალხის მის შესახებ სხვანაირად აღარ ილაპარაკებს და მისი სინდისიც ნამუსით დაცული იქნება. ამ პოზიციაზე მყოფი ცოდვა როგორც ჩამდენთა წინაშე, ასევე მათ წინაშე ცუდ და საძრახ საქმედ ითვლება, ვისაც იგი არ ჩაუდგენია. ანუ ხალხზეა საუბარი. იბნი მესუდ რადიალლაჰუ ან გადმოგცემს შემდეგ სიტყვებს. მორწმუნეთა მიერ კეთილად შეფასებული რამე ალლაჰის წინაშეც კეთილად ფასდება. ზოგჯერ ამ სიტყვებს ჰადისადაც გადმოგცემენ, თუმცა ეს როგორც შუამალ ალეისალამის სიტყვები არ დასტურდება, იბნი მესუდისგან არის გადმოცემული. შესაძლოა იბნი მესუდს შუამალ ალეისალამისგან კონდეს ეს გაგონილი, მაგრამ დადასტურებით ვერ ვიტყვით. მორწმუნეთა მიერ საძრახისად შეფასებული საქმე ალლაჰის წინაშე საძრახისია. რა თქმა უნდა, დღეს ამ სიტყვებს ზოგი არასწორად იგებს, არასწორად ესმის ეს სიტყვები და ეს სიტყვები მოჰყავთ, თქვათ, ზოგიერთი ბიდათების გასამართლება. რომ ამდენმა ხალხმა რომ ჩათვალა, რომ კაია, ესე იგი კაი ყოფილა, ალლაჰის წინაშეც კაი ყოფილა. თუმცა ეს ასე არ არის, ამის განმარტებასაც წავიკითხავთ ინშალლა, არის აქ მოცემული. ვაბისასა და აბუ საალების მიერ გადმოცემულ ჰადისში ხსენებული სიტყვები თუნდაც რომ მუფთებმა ფეთვა მოგცენ. ანუ მუფთი აქ შუამალ ალეისალამის ჰადისში, როდესაც ნახსენები არის, ეს დღევანდელი თქვათ როგორც თანამდებობა მუფთი, ეს არ იგულისხმება. შუამალ ალეისალამის დროს ასეთი კატეგორია არ იყო. ზოგადად სიტყვა მუფთი ნიშნავს, ვინც ფეთვას გასცემს. ვისაც მივლენ რელიგიურ საკითხზე კითხვას დაუსვამენ, ეს საკითხი რაფერ არის და ისიც ეუბნება, რომ ეს ასეა. ცოდვა არის ან მადლია. სუნნეტია ან ბიდათია და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად მუფთი ამას ნიშნავს. და ჰადისშიც ნახსენების სიტყვა ამას გულისხმობს, რომ ხალხიდან, რომელსაც საკმარისი კომპეტენცია ცოდნა არ გააჩნია, მაგრამ თავიანთ გემოვნებაზე დაყრდნობით იძლევიან პასუხებს, რომ ასე არ აუშავს. გააკეთე. ცოდვა ჩემზე იყოს და ასე შემდეგ. ხალხმა გულის მღრღნელი საეჭვო რამეების შესახებ ფეთვაც რომ გასცენ, ის მაინც ცოდვა არის. ამის მიხედვით კონკრეტული მოქმედება სხვების წინაშე კი არა, არამედ უშუალოდ შემსრულებლის წინაშე ცუდ საქმედ ითვლება. ასე მხოლოდ იმ ადამიანების შემთხვევაში ხდება, ვისაც გული რწმენის ნურით, ანუ რწმენის ნათელით აქვს გადავსებული. მუფს რაიმე შარიათულ მტკიცებულებაზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდით ან პირადი გემოვნებით გაუცია ფეთვა ამ შემთხვევაში. თუ კი მუფთი შარიათულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასცემს ფეთვას, მაშინ ამ კაცმა გულში რაიმე სიმშვიდეს რომ ვერ იგრძნოს, ის მაინც ვალდებულია ეს გაცემული ფეთვა, ეს სიტუაცია როგორც გადაწყდება დალილით, იმის მიხედვით იმოქმედოს ეს ადამიანი მაინც ამაზე ვალდებულია. ნახეთ რა ყოფილა? აქ არის აუცილებელი პირობა, რომ ის გადაწყვეტილება
შარიათის დალილზე, ანუ ჰადისზე და აიეთზე ეყრდნობა, თუ პირადი შეხედულებით, პირადი გამოცდილებით არის გადაწყვეტილი. შარიათის მიერ გაცემული ზოგიერთი ნებართვებიც ამ ნაწილში განიხილება. ნახეთ, გულს უნდა დაეკითხოს შუამავალ ალეისალათუ ვესალამი, როდესაც ბრძანებს თავის გულში ჩაიხედოს, რომ თავის გული მშვიდად ცნობს თუ არა ამაზე თავს აქ რა იგულისხმება. ისეთი საკითხები, რომლებზეც არც აიეთია, არც ჰადისია და ასე შემდეგ. თორემ თუ აიეთი გეუბნება, ჰადისი გეუბნება და ჩემი გული მაინც არ შობა. ეს უკვე არ შედის ამ კატეგორიაში. ან თქვათ ვიღაცა მუფტი იქნება თუ ნებისმიერი გეუბნება, რომ აიეთის მიხედვით ეს საკითხი ასეა. მე შუამავალის ჰადისი ვიცი, რომ ხალხმა ფეთვაც რომ მოგცე შენ გულში შეიხედე. ასე ზერელეთ არ არის ეს საკითხები ისლამში დატოვებული და ამას რა თქმა უნდა აქვს თავისი წესი და რიგი. მაგალითად, მგზავრობისას ან ავადმყოფობისას ჩვენ რაშობით მარხვას ვაჩერებთ, არ მარხვობთ. ავადმყოფი ადამიანი არ დაიმარხოს. მგზავრია შეუძლია არ იმარხოს. ჩემი გული არ შობა. მე მაინც დავიმარხო. დიაბეტიანი ადამიანი იმშილობისგან კომაში ვარდება. ეუბნები რომ შეგიძლია არ იმარხო. კი, მაგრამ ჩემი გული არ შობა. აქ გულს არ უნდა კითხო, აქ ყურანს უნდა კითხო, იმიტომ რომ ყურანში აიეთი. ამ გზავრს შეუძლია არ იმარხოს. თუ გზავრისთვის აქ მის არჩევანზეა დატოვებული. შეუძლია იმარხოს, შეუძლია არ იმარხოს. თუ სირთულეების წინაშე დგება მარხვის შემთხვევაში, მაშინ შეუძლია არ იმარხოს. არის ადამიანი ურთულდება მგზავრობისას მარხვა, მაგრამ მაინც მარხულობს, რომ ეუბნები რომ შეგიძლია არ იმარხო, კი, მაგრამ ჩემი გული არ შობა. ახლა აქ გულს არ ეკითხები. აქ, როდესაც აიეთი არსებობს ყურანში, შუამავალ ალეისალათუ ვესალამის სუნნეთი არსებობს, აქ იმას ეკითხები. ან კიდევ მგზავრობისას ფარზი 4 მუხლიანი ფარზი ნამაზის 2 მუხლად ლოცვის საკითხი. მგზავრი 2 მუხლად ლოცვობს. კი, მაგრამ მე მაინც მინდა რომ 4-ად ვილოცო, არ შეიძლება. როგორც გადაწყვიტა შერიათმა, ისე შენს გულს აქ ვერ შეეკითხება. შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები, რომლებზეც უვიცთა გულები ვერ ჯერდება. და მათი ეს ვესვესეები და მათი ეს ეჭვები არანაირ რელიგიურ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. ასეთ შემთხვევაში მათი ეს სიფრთხილე არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს შარიათის წიაღში. რადგანაც შარიათი ეყრდნობა ყურანს და შუამავალ ალეისალათუ ვესალამის ჰადისებს. მაგალითად, შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა ჰუდეიბიას დავის დროს, როდესაც მუსლიმები წავიდნენ, სანამ მექას აიღებდნენ, მანამდე ჯერ კიდევ მექაში გაბატონებული იყვნენ მუშრიკები. და ჰაჯობის შესრულებას დააპირეს. ჩაიწვეს იჰრამები, დაიყვანეს საკლავი ყურბნები და აპირებდნენ მექაში შესულიყვნენ და ჰაჯობა შეესრულებინათ. თუმცა მუშრიკებმა ამის ნება არ მისცეს და ერთ-ერთ ადგილს, რომელსაც სახელად ჰუდეიბია ჰქვია, იქ შეაჩერეს. და აქ წავიდა მოლაპარაკება მათ შორის. შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა რომ სისხლი არ დაღვრილიყო, საქმე რომ უფრო მეტად არ დაძაბულიყო, წავიდა დათმობაზე, გარკვეულ დათმობებზე წავიდა. რომელიც იმ მომენტში მუსლიმებს ზოგიერთ საჰაბეებს არ მოეწონათ. მაგალითად იმათ უთხრა, რომ ეს ყურბნები წესით ჰაჯობის ყურბანი მექაში უნდა დაიკლას. იქ აღარ ჩახვიდეთ აქ დაკალით, იჰრამიც გაიხადეთ და ჰაჯობის შესრულების შეუსრულებლად დაუბრუნდეთ მედინაში. საჰაბები ასე რომ ვთქვა, ჩვენებურად წელს ითრევდნენ ამ საქმეს. შუამავალ ალეისალათუ ვესალამს ცოტა წყენა ჩაუვარდა გულში, რომ მე მათ ვეუბნები და ისინი არ ასრულებენ. მათ გულში განაც შუამავალ ალეისალათუ ვესალამის სიურჩე კი არ ჰქონდათ. არ ჩქარობდნენ, რომ ბელკი რამე სიტუაცია შეიცვალოს და წავიდეთ ჰაჯზე. და ტყუილე არ დაგვრჩეს დაკრული. შემდგომ შუამავალ ალეისალათუ ვესალამს თავისმა მეუღლემ ურჩია, რომ პირველი გადის შენ გაიხადე იჰრამი
და შემდგომ ისინიც მოხდებოდა და მართლაც ასე. ამ დროს, ამ ჰუდეიბიას ზავის დროს, როდესაც მუშრიკებთან, მექკელებთან მათ მოუხდათ ზავი, ასეთი ერთ-ერთი ასეთი პირობაზეც შეუთანხმდა შუამალ ალეისალათუესალამი, რომ ხომ იმ წელიწადს ჰაჯობას არ ასრულებდნენ და ჰაჯობის შესრულების გარეშე უკან ბრუნდებოდნენ, ასევე თუ კი რომელიმე მექკელი ისლამს მიიღებდა და გაიქცეოდა მედინაში, შუამალ ალეისალათუესალამს მათთან დადებული ერთ-ერთი პირობის თანახმად ის უკან უნდა გადაეცა მუშრიკებისთვის. ეს ძალიან რთული იყო, მძიმე იყო საჰაბეებისთვის. მათ გულს ეს სიტუაცია არ მოეწონა, მაგრამ რახან შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ასეთნაირად გადაწყვიტა, ისინიც საბოლოო ჯამში დაემორჩილნენ ამ წესს. ეს ყველაფერი არის მაგალითები შუამავალ ალეისალამის ცხოვრებიდან, როდესაც შეიძლება ვიღაცის გულს რამე არ მოეწონოს, მაგრამ შუამავალმა რაკი გადაწყვიტა, რაკი ამის შესახებ აიათი ჩამოვიდა, იქ უნდა იმოქმედნონ აიათის და ჰადისის მიხედვით და არა გულის მიხედვით. მოკლედ რომ ვთქვათ, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტის სახით აიათი ან ჰადისი თუ არსებობს, მორწმუნეს ალლაჰისა და მისი შუამავლის მორჩილების გარდა სხვა გზა ვერ ექნება. როგორც ბრძანებს წმინდა ყურანში შემდეგი აიათი. როდესაც ალლაჰი და მისი შუამავალი რომელიმე საქმის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, მორწმუნე კაცებს და ქალებს არ მოუხდებათ არჩევანი გააკეთონ და სხვა ალტერნატივა ეძიონ მათი ბრძანების მიღება. ვინც ეურჩოს ალლაჰს და მის შუამავალს, ის ნამდვილად და ცხადად გზასაცდენია. არის სურა აჰზაბიდან 36 აიათი. ამ შემთხვევაში მორწმუნეს ვალია გულის სიმშვიდითა და კმაყოფილებით მიიღოს ის, რასაც მოუწოდებს ალლაჰი და მისი შუამავალი. რადგანაც ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ დაწესებული საფუძვლების რწმენა, მორჩილება და ამავდროულად კმაყოფილება არის ფარზე ყველა მორწმუნეს. ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი ალლაჰი სურა ნისას 65 აიათში ბრძანებს. არა და არა, ვიცავ შენს ღმერთს, რომ ისე ვერ ირწმუნებენ, სანამ არ აგირჩევენ მსაჯულად იმაში, რაშიც უთანხმოება არის მათ შორის და სანამ სავსებით არ დამორჩილდებიან შენს მიერ მიღებულ განაჩენს, ისე რომ მცირედი საჭოჭმანოც ვერ ჰპოვონ თავიანთ გულებში. შუამავალ ალეისალათუესალამმა რაიმე გადაწყვიტა, უკვე მცირედი დასაფიქრებელიც აღარ უნდა დარჩეს მორწმუნეს გულში, ისეთნაირად უნდა დაემორჩილოს და მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მორწმუნეს ვერ ჩაითვლებიანო ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს. სწორედ ის მაგალითები, რომლებიც შუამავალ ალეისალამის ცხოვრებიდან ცოტა ხნის წინ მოვიყვანეთ, სწორედ ის მაგალითები არის იმ იბნი მესუდის იმ სიტყვების სწორად გასაგებად კარგი მაგალითები, რომ დათი თქვათ გარკვეულმა მრავალრიცხოვანმა საზოგადოებამ რომც კარგ საქმეთ, სამადლოდ, სასიკეთოდ ჩათვალოს, ის მაინც არ მიიღება და ვერ იქნება. ანუ ისე ზერელეთ არ არის ეს სიტყვა. ეს სიტყვა ეხება იმ საკითხებს, სადაც აიათი არ არის, ჰადისი არ არის, სელეფთაგან რაიმე ნიმუში არ არის. ამ შემთხვევაში თუ მუსლიმები იმსჯელებენ და შეაფასებენ, რომ ეს აქციელი კარგია და ჩათვლიან კარგად, ან ჩათვლიან ცუდად, რაიმე საქმე მიიღებენ, მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ეს საქმე არის ცუდი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ის სიტყვები, რომელიც გადმოგვცემს იბნი მესუდი, რომ რასაც მორწმუნეები კარგად მიიჩნევენ, ის ალლაჰის წინაშეც კარგია. რასაც მორწმუნეები ცუდად მიიჩნევენ, ის ალლაჰის წინაშეც ცუდია. თუ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს აიათი ან ჰადისი და არც ჩვენთვის სამაგალითო საჰაბეთა და სელეფთა მაგალითები, მაშინ მორჩილებისა და რწმენის ნათელით გულსავსე მორწმუნე უნდა მოქმედებდეს ისე, რაზეც მისი გული მშვიდია. რაც როբარა არის აიათი დალილი დამე არ გვაქვს.
ბატონო, მაგრამ ეს ადამიანი მორჩილებით და რწმენით უნდა იყოს სავსე. ამ ნურით უნდა იყოს შეპყრობილი. და ასეთ ადამიანს, რასაც მისი გული კარნახობს, რომელიც ცუდია თუ კარგია, იმის მიხედვით მოქმედება შეუძლია მას. თორემ არ ლოცვილობს, არ კითხულობს, ჰარამს არ ერიდება, ჰალალს არ ერიდება, ასეთმა ადამიანმა ადგეს და თუნდაც რომ ასეთ საკითხში, სადაც აეთი ჰადისი არ არის, მე ეს კაი საქმეთ მიმაჩნია და ასე უნდა იყოს, არც ისე ხელგაშვებული არ არის ეს თემა და იქაც რაღაც კონტროლის მექანიზმი არსებობს. უნდა იმოქმედოს ისე, რაზეც მისი გული მშვიდობს და უნდა მოერიდოს საეჭვო რამეებს. თუნდაც რომ ხალხი საპირისპიროს ეუბნებოდეს ასეთ ადამიანს. თუ კონკრეტული საკითხი მასში არსებული საეჭვოების გამო გულის სიმშვიდეს უფრთხობს, ამ შემთხვევაში ისე უნდა იმოქმედოს, როგორც მისი გული კარნახობს და არ უნდა მიჰყვეს იმ ხალხის ფეთვას, რომელთა რელიგიურობა არის ნაკლებად სანდო, ან ისეთი ხალხის რჩევებს, რომლებიც საკუთარი გემოვნებით, პირადი გადაწყვეტილებებით ებულობენ გადაწყვეტილებას.